მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ ყველა თქვენი კეთილი ჩანაფიქრის ახდენას და ასრულებას. რაკიღა ძალიან ბევრი დრო არ მაქვს, მოდით ორ ვარიანტზე გავაკეთებ გაშლას და ორ დასტაზე ვიმუშაო, ჯობია? არა, თუ დამჭირდა მეორე დასტას შემოვიშველიებ, ხო? და თემა იყოს ასეთი, როგორ არის ის? რა ენერგიებშია, რას გრძნობს, როგორ არის თქვენთან დაკავშირებითაც და ზოგადადაც, ხო, პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვინ არის ჯერ ეს ვნახოთ, ხო, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ვინ არის? ოპა, ცოტა დეპრესიული, ცოტა კონფლიქტური, ცოტა კი არა კარგად. ცოტა ნეგატიური ენერგიების მატარებელი ამ ეტაპისთვის მეგობრებო, ადამიანი, რომელიც დაბალ ვიბრაციებშია საკმაოდ, შიშებშია. ადამიანი, რომელიც რას საინტერესოდ დაჯდა. King of Wands and Queen of Wands. კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. არ გამოურიცხავ მეგობრებო, უყურებდეთ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები უყურებთ თუ ქალები, ხო? გადააკეტავეთ თქვენ სიტუაციაზე, ადამიანი, რომელიც ორმაგ დუალურ ენერგიებშია, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მასში, ვთქვათ, ფემინურიც და მასკულინური ენერგიებიც, ხო? ადამიანი, რომელიც აი დედაკაცი რომ ვიტყვით რა, არ აქვს კიდევ ერთხელ მნიშვნელობა, ქალია კაცი, ხო, დედაკაცი. რაღაცა ოღონდ ცალსახად გამარჯვებებს ორიენტირებული, ცალსახად ლიდერი, ცალსახად წარმატებული, ესეთი ცეცხლების, ნებების მატარებელი ადამიანი, ხო, აი სულ ყურადღების ცენტრში რომ არის, ქარიზმატული, ძალიან ისეთი დადებითი ადამიანი, ოღონდ აქვს ეს მიდრეკილებები, დამანგრეველი რაღაცა ენერგიებიც შედის მისი ბუნების სინტაქსში, ხო, ასე ვთქვათ. კაი, მოდი ნახოთ ახლა ასეთია, კიდე ერთი არ გახმით ვიკითხოთ და ხო, არა, ძალიან მეოჯახია, სხვა შორის უყვარს ოჯახური წვეულებები, უყვარს ოჯახური ტრადიციები, ოჯახური შეკრებები, ოჯახს რაც უკავშირდება, ძალიან ისეთი ადამიანია, მაგრამ აი ხო, რაღაცა პერიოდები ეს ხუთიანი ხმები, ხუთიანი კვერთხები, ხო, რაღაცა მაინც არის მიდრეკილი ჩაკეტილობებისკენ, ან სხვების გამწარებისკენ, მოდი ასე ვიტყვი. და კარგით, ახლა ვიკითხოთ, როგორ არის, რა ენერგიებში. აბა მითხარი, როგორ ხარ მეგობარო? მოგვიყევი, მოგვახსენე. რა გინდათ წვეულებები, ამბები, ფართები, კეიფები, თამადები, ალავერდები, სატვირთზელოები და რაც ახასიათებს ახლანდელ დროს, ხო? ცხრიანი თასები რა, როგორ ენერგიებშია და ასეთ ენერგიებში ვარო. ოღონდ ცოტა წაუილუზიონისტებს, რაღაცა თავის ილუზიებშია, თავის წარმოსახვებშია, სიზმრებში, რაღაცა ცოტა რეალობას მოწყვეტილია. კაი, თუ გინდა მივაწეროთ, რომ ცოტა ნასვამ მდგომარეობაშია ხოლმე ეს ხუმრობით. მიჯაჭვულობებში. იქ სიგნიფიკაციაში ტყუილად არ დამიფიქსირდა, რაღაც დეპრესიული ფონი აქვს, რაღაცა მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს. ხო, თუ გასკებია. დაიწონა, წავედი, მოვედი, გამოვჩდი, დავიმალე, მინდა, არ მინდა და ჯაჯმენტიც აქვე გვაქვს, ხო, რაღაცა გარკვეული. სამსჯავროს წინაშე ვდგევარ, არ ვიცი რა მინდა, როგორ მინდა. არა, სხვა შორის ცუდი ტიპი არ არის, ერთგული ტიპია, კაი წესიერი ტიპია რა, მაგრამ ვერ ჩამოყალიბებულა რაღაცეებში. ცდილობს ბალანსის პოვნას, ცდილობს ხრუშვალეთის პოვნას, მაგრამ შიშებშია. მე გეუბნებით, ეს ადამიანი კარგად არ არის მეგობრებო. რატო წამომღერესავით არ ვიცი, მაგრამ სიგნიფიკაციიდან მოყოლებული ესე ლაიტმოტივად მოვუყეს, რეფრენად მოსდევს, ხო, ეს ენერგია არ არის. შიშებშია რაღაცა თავის სამყაროშია, სადაც თვითონ არის რეჟისორიც, თვითონ არის მაყურებელიც, თვითონ არის მსახიობიც, თვითონ წერს
ფენტეზის ჟანრსაც, თვითონ წერს საშინელებათა ფანტასტიკის ჟანრსაც და მოკლედ რაღაცა არ არის კარგად. კარგით. ახლა მოდი მითხარი მაშინ ასეთი რაღაცა. თვითონ აი ამ ჩემს მაყურებელთან მიმართებაში როგორ ხარ? აბა თუ ფიქრობ და თუ გახსენდება. ხო, კოშკი, ოღონდ ძალიან საინტერესო კოშკის არკანია, მეგობრებო. თევზი ხო, პრაქტიკულად თევზის ფორმა რვა ფეხაში რომ გადადის თუ რაღაც ისი წყლის ზღვის მაცხოვრებელი, ოღონდ დამწვარია. ნახეთ, აქ არც ნგრევა, არც არაფერია, პრაქტიკულად აი დანახშირებული არ არის, მაგრამ აი დამწვარია, რასაც ქვია, ხო? ცეცხლი ჯერ კიდე ჩამქრალი რომ არ არის, ან საზღარის შესახედია, ძალიან მე არ მიყვარს ეს არკანი. თქვენთან მიმართებაში ცალსახად წასული აქ ვერ ვიტყოდი, რომ აქ ცალსახად არ არის კონტაქტი. თუ თქვენ ურთიერთობთ, მეგობრებო, ერთმანეთთან და კავშირი გაქვთ, თქვენი გაშლა არ არის. ხო, მაგრამ ზომიერების არკანითაც გეუბნებით, რომ აქ პაუზაა. თუ ვთქვათ, უკვე გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, დაშორება არა, ნუ აი რა თქვენთან დაკავშირებით შიშები აქვს. თქვენთან დაკავშირებით საკუთარი წარმოსახვები აქვს, საკუთარი სცენარები აქვს, გეუბნებით და იმისთვის, რომ თავის წარმოსქმნილ პრობლემებზე გაიმარჯოს და ძლიერი აღმოჩნდეს, რაღაცა თავს არიდებს თქვენთან ურთიერთობას, რაღაცა საკუთარ აბლაბუდის ქსელშია გამოკრიტილი და მიუხედავად იმისა, რომ თასების პაჟია, არა, მაინც რაღაცა საკუთარი გასტი სამართლიანობა და ძალიან მიყვარს ეს არკანი, ეტრის არკანი, იმაში რა ქვია. ან ეხლა გეტყვით რა ხდება, მეგობრებო. ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა აშენებს. წარმოიდგინე არ მაქვს რა, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა და ესე ღრმად ვერ ჩავყვები, რა სცენარი გაქვთ ურთიერთობის, მაგრამ აქ მომდის ესეთი ინფორმაცია ნაკადიდან, ამას რომ თავი დავანებოთ. რაღაცა აკრძალული თამაშის მომენტია თქვენი ურთიერთობა. მე არ ვამბობ აქ სამკუთხედს უყურეთ, შესაძლოა საერთოდ არ იყოს სამკუთხედი დავთვალოთ, მაგრამ მაინც აკრძალული იყოს ურთიერთობა რაღაცის გამო, ხო? აი თითქოს აკრძალული ხილის მომენტი აქვს და ძალიან აი აქაც ბუმყავს დააკვირდით სამართლიანობაში და არწივის არკანია კიდევ იმაში, ხო? რა ქვია, ეტრის ძალიან ბევრს წონის, ბევრს ზომავს თქვენთან ურთიერთობას და ფიქრობს, რომ სამართლიანია აი ეს სიტუაცია, იმიტომ რომ რაღაცები არ გააფუჭოს, იმიტომ რომ დარჩეს არწივის პოზიციაში და ვიღაცა მაპატიეთ და ქათამი არ წამოაწახოს. აი ესეთ რა ინფორმაციაც მომდის, იმას გიხმოვანებთ, მეგობრებო, ხო? რაღაცა აი ახლა მივხვდი რატომ იჩვენებ და ეს თვით შემოქმედებას, თვით ცენზურაშია. ანუ თვითონ გადაწყვიტა, რომ თქვენგან სიშორე არის უფრო სწორი ფორმულირება თქვენი ურთიერთობის, ვიდრე თქვენთან ყოფნა. იმიტომ რომ თქვენთან ყოფნით ის რაღაცა უფრო დიდს აზიანებს. თითქოს აი მახსენდება ხოლმე ძალიან კარგი ნაწერია ერთ-ერთი საკმაოდ არამარტივი ბედის ადამიანის, რომ აი თითქოს ჩვენი ხო აციტირებს არ მოახდე, იმიტომ რომ ბევრი შესწავლანაც ცნობი იყოს და ამიტომ გავჩერდები. მაგრამ ნუ რას ნიშნავს, თითქოს თქვენ უნდა იაროთ ცალ-ცალკე, რომ ერთი საერთო მთლიანობა რაღაცა არ გააფუჭოთ. აი მარტივად რომ გითხრათ, ეგ არის კაი. ფიქრობ დაბრუნებას ამ ადამიანთან დაკავშირებით, ფიქრობს. რას ქვია, არ ფიქრობს. ფიქრობს, მეგობრებო, თქვენთან სტაბილურობაც უნდა, საშინელი მიჯაჭვულობა აქვს, საშინელი მონატრება აქვს, აი როგორ გითხრათ, აი თქვენს იქით პრაქტიკულად სამყარო არ ტრიალებს.
თქვენ მისი ძალა ხართ. აი მისი ცხოვრების მთავარი მამოქმედები, აი მთავარი როგორ ვთქვა, მთავარი არსი, შინაარსის მატარებელი ადამიანი თქვენ ხართ, მოკლედ, აი მთავარი მამოძრავებელი, ვიპოვეთ ძლივს ეს სიტყვა, მთავარი მამოძრავებელი ძალა ხართ. მაგრამ აი რაღაც არჩევანია, გეუბნებით აქ აკრძალული ურთიერთობა, თქო, აქ არჩევანია, აქ ოჯახი მიფიქსირდება, მეგობრებო. რა გავაკეთო, რომ აქ ოჯახი მიფიქსირდება. და შესაბამისად არის ეს დიდი ტრანსფორმაცია და ეს ზომიერება და ისევ მთვარება. კაი, მოდი მაშინ მარტივად მიპასუხე, წინა ჩანაწერიც კი გავს, იგივე კითხვები დავსვით, მაგრამ გამოხვალ კონტაქტზე ჩაფიქრებული ადამიანი ჩემს მაყურებელთან პაჟია, მაგრამ არა მეგობრებო, ეს თავის თუ ვერ გაბედავს, არ გამორიცხული ამბავია, ეს თავისით თქვენთან კონტაქტზე თავისით არ გამოხვა. კაი, მოდი აბა ეხლა იცი რა მითხარი, თვითონ ეს ჩემი მაყურებელი რომ გამოვიდეს შენთან კონტაქტზე, ამ შემთხვევაში რა იქნება, რა მოხდება? აწონის დაწონის, გადახარშავს, გადმოხარშავს, ასე ვთქვათ, და კი ბატონო, Nine of Cups. Ten of Cups. და Ten of Pentacles. კი. ეს თქვენს ინიციატივას ელოდება, მეგობრებო. მადლობა პირველ ვარიანტს. და ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ. აბა ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? იმპერატორი. პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელი, საკუთარი ბიზნესის პატრონი, რაიმე ისეთი ოჯახი რა კარგად ვთქვი ღმერთო. ანუ სტაბილური ოჯახის მფლობელი, ხო, თავის იმპერია რო აქვს შვილები, Three of Cups, ხო, რაღაც ისეთი გართობის, ისეთი ცხოვრებისეული მომენტების მოყვარული, როგორ გითხრათ, განტვირთვა, ფლირტები, ისეთი ექშენები და დრაივები რო უყვართ და ახლობით ეგეთი ადამიანია. მაგრამ ამავდროულად ადამიანი, რომელიც ხშირად ხდება ტრანსფორმაციების ფაზებში, არ ვიცი რატო. ადამიანი, რომელსაც დიადი მიზნები აქვს და გამარჯვებებიც ძალიან ბევრი, ადამიანი, რომელიც ცოტა მოეგოისტოა, ზედმეტად თავდაჯერებულია და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წარმატებების მატარებელია თავის თავში და ამით ცოტა პატარაზე გატუტუცებულია, ხო? და ასტროიც ადამიანი ძალიან ძლიერი, ძალიან რამდენი მაღალი არქანია. კაი ტიპია რა, მოკლედ რო ვთქვათ და მოდი ახლა ვიკითხოთ ზოგადად როგორ არის და რა ენერგიებშია ეს ადამიანი. აბა როგორ ხარ? და ჩახმანჭრული რაღაცა. ვინ გამწარა ასე, აბა მოგვიყევი. და რაღაცა გადაფოფრილი თავის სიტუაციას, რაღაცა აი ძალიან სიფრთხილით რო უყურებს თავის მატერიალურ სიტუაციას, თავის სამსახურებრივ სიტუაციას, ადამიანი, რომელიც რაინდია, თქვათ მეფე ვერ არის, მაგრამ არ არის კარგად მეგობრებო ეს ადამიანი, რაღაცა ჩახმანჭრული მდგომარეობა, კიდე რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე დგა მეგობრებო.
The World ნახეთ სამყაროს აქ როგორი ისა აქვს ინის და იანის ენერგიები აქ რა აქ ცოტა სხვანაირია და არის არკანი და სხვა დატვირთვის მქონია არა მეგობრებო ამას რაღაცა სერიოზული პრობლემები აქვს ჩამოკიდებული მამაკაცი რაღაცა კარმულ გზას გადის მოდი ამ სიტყვას მე ძალიან იშვიათად ხმარობ შეგიძლია გადაახვიოთ წინა ვიდეოები პრაქტიკულად ორჯერ სამჯერ თუ მექნება სიტყვა კარმა ნახმარი მაგრამ აქ ფაქტია რომ ეს მომენტი გვაქვს და მოდი მაშინ მითხარი ახლა კონკრეტულად აი ვინც მე მიყურებს იმ ადამიანთან დაკავშირებით რას ფიქრობ და როგორ ხარ რას ფიქრობ და როგორ ხარ და რა საინტერესოა რატო რაღაცა განულების მომენტია რაღაცა ახლის ამას ვიგვეუბნება ბედის ბორბალი ხო რაღაცა როგორ მომენტია იცით აი ტრანსფორმაცია დასრულდება და ახალი შანსი იქნება თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს რომ ეს ჩაკეტილებები ეს ბლოკები უნდა გაიხსნას ფიქრობს რომ იმპერატორი იმიტომაც იყო რა აქ სამკუთხედია მეგობრებო და ფიქრობს რომ ეს უნდა გაირღვას თქვენთან დაკავშირებით რაღაცას ჩქარობს რაღაცა ძალიან მალე უნდა თითქოს ხო სავსეა ემოციებისგან დულს და გადმოდულს ადამიანს და ამ ემოციების თქვენამდე მოტანა უნდა ოღონდ ძალიან სიფრთხილით ვდგება რომ რაღაცა სიტუაცია კონტროლის ზონიდან არ გავიდეს თითქოს აი რაღაცა კონტროლის ქვეშ უნდა რომ გქონდეს ყველაფერი და ამბობს რომ აი მე მჭირდება დრო მე ეს პერიოდი უნდა ვიყო აი ასე ჩემთვის გარკვეულ ჩიხებში იმიტომ რომ ეს აი ცოტა illuziebიც აქვს ცოტა აი როგორ გითხრათ აბუქებს სიტუაციას ხო აი რაღაცა ზედმეტ სიშავ-თეთრეს აძლევს ასე ვიტყოდი და ზედმეტად კეტავს თვითნებურად კეტავს ოღონდ ეს ამ სიტუაციებს ტრანსფორმაციაზე ამის კარმა აუ არა მეგობრებო აქ ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს ამ ადამიანთან და თქვენთან მიმართებაში საერთოდ აჭრილია არ ვიცი ახალი ენერგიები დამემატა ვინმე ახალი მაყურებელი მყავს თუ რა ხდება მაგრამ ძალიან ქაოსში რო ვარ დღეს მაგას ფაქტია ვხედავ და მოდი მაშინ მიკარნახე რა კარგად ვთქვიო და მიკარნახე ხო და რო ვკარნახობ საბა რა არის მიკარნახე მაშინ გამოვა ადამიანი კონტაქტზე მიჯაჭვულობა დეპრესია 3 of Swords Wheel of Fortune okay and this Tower and Ascent of Cups and Ten of Wands the Two Cups the High Prince არ უნდა თქვა აჭრილია და რა ძალიან არეულია აი როგორი არკანები ამოდის იცი ისეც ასეც თან გამოსვლა უნდა კი არა და აი გამოფრენა უნდა და თან რაღაცა მხრუჭი აქვს და აი დაფარო აი არ უნდა თქვა არ რაღაცის გამო ჯერჯერობით ბოლომდე არ უნდა რომ აი სამართლიანი როგორც იქნება თითქოს ისე მოვიქცევიო ნახეთ აი და სამართლიანობის არკანთან ერთად მეგობრებო და ქურუმხალთან იეროფანტი რო ამოდის ნუ ძალიან ბევრს ფიქრობს რაღაცა საკმაოდ რთული სიტუაცია გაქვთ არ ვიცი რის გამოც აი ამდენი ხვეული აქვს აწრიალებული მოკლედ ტვინში რაღაცა სამყაროსთან სისწორესაც მეუბნება არ თქვენ შორის რაღაცა შეიძლება ძალიან
დიდი განსხვავებაც არსებობდეს, ან შეიძლება რაღაცა ძალიან კონსერვატიული ადამიანი იყოს, რაღაცა ოჯახი. აი მეც რომ დამაბნია თან ეთყობა რომ ვჩქარობ კიდეც ცოტა, ამიტომაც საერთოდ სიჩქარე არ უყვარს ტაროს, მაგრამ მოდი ერთია გაჩადოქრებს ვკითხოთ. პირველი ვარიანტი იმედია არ გამიბრაზდება, იქ ეს არ გავუნა რა აქ, რატომღაც მოითხოვა თვითონ ახლა სიტუაცია და ძალიან ჩქარობს ოღონდ ადამიანი ჩქარობს და მოდი აბა ერთი რა არკანი ჩამოვარ და ბოდის კაცრავად ვითხარი აბა ერთი და ესე იგი დაუჯერეთ თქვენს წარმოსახვას, თქვენს არ ვიცი სიზმარს, ფანტაზიას, იმიტომ რომ რატომ აი მაგალითად აბა მითხარი რატომ რიტუალს გეუბნებიან რა ისი რიტუალი გჭირდება მითხავ ნახე მანიფესტაციები გააკეთეთო რიტუალების ნებასაც გრთავენ ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ თუნდა ხო თუ თქვა პრაქტიკოსი არ ხართ რიტუალთან ესე მარტივი არ არის შეხება თქვენს ინტუიციას თქვენს წარმოსახვას ენდეთო ძალა ვიცით ნახე რაღაცა ძალა გაქვთ თქვენ ან მეორე მომენტია კიდე მეგობრებო საჯაროა გაშლა და დახმარებას ოსტატის დახმარებასაც ნიშნავს ეს რომ ვიცოდეთ და ალჩიმისტ ნუ გეუბნებით რა აი რა უცნაურად დაჯდა ესე იგი არკანები მეგობრებო სულ რაღაცა მაგიასთან, რაღაცა ეზოთერიკასთან, რიტუალები, წარმოსახვები, მანიფესტაციები, witch-ს ხაეთხო ჯადოქრის ქუდი და ძალაუფლება და ალქიმისტ. ნუ რაღაც ბალახებით ხო, განკურნება და ასე შემდეგ. თქვენ უფრო შეიძლება მიხვდეთ, როცა თქვენზე საუბრობ, ხო, ისეც რეზონირდება, ასე ვთქვათ. ჭირდებათ თუ არა ვიღაცას წმენდა ვიღაცას ოსტატის დახმარება ვიღაცას თუნდაც სიტყვით დახმარება და ასე შემდეგ. მადლობას გიხდით მეორე ვარიანტსაც და გემშვიდობებით დროებით.